აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ჯინჭარაძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეემკო. შეერაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათასობით მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა. მე სურს პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, იმ თავდადებულ ადამიანებს, ვინც ჩვენი საქართველოს გამო, ერთიანი საქართველოს და თავისუფალი საქართველოს გამო თავი გაწირეს, მიუძღვნეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე ჩვენს მომავალს და მათი თავგანწირვა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის. ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა, შედეგი არის კატასტროფული და დღეს ამოცანა ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ ომის შედეგები, რომელსაც ქვია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ეს უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა გამთლიანდეს. ჩვენ წუხართ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი. ამისათვის ჩვენ ყველა ვართ მეტნაკლებად ჩართული იმ პროცესებში, რისი გაკეთების შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს.